ეხლა თქვენ ლაივში ხედავთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას. ამ წუთებში ვიყოფებით ჩვენ ლისის თავზე ფაქტობრივად, სადაც ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აქ მიმდინარეობს მიზანმიმართულად ხეების დაწვა. ჩვენ ეხლა რასაც განახებთ, ფაქტობრივად არის კატასტროფა, რაც აქ ხდება. ანუ დააკვირდით ხეთს, რა ხეთზე ვსაუბრობთ და სად ხდება ანუ ამ ხეების დაწვა და სავარაუდოდ მიხვდებით რეალურად რაშიც არის საქმე. ეხლა განახებთ რეალობაში თუ რა ხდება. ანუ ამ ხედიდან რამდენიმე მეტრში, დაახლოებით 10-15 მეტრში ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ არის ნაძვები დამწვარი სპეციალურად ძირებში და ამაზე მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ მიმართა დედაქალაქის მერიას, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ფაქტია, რომ აქ უნდა იყოს ვიღაცის ბიზნეს ინტერესები. ზუსტად 10-15 წამი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ დანიშნულების ადგილზე, საიდანაც იწყება ეს კატასტროფა. აი ფაქტობრივად უკვე თქვენ ხედავთ იმ ნაძვების რიგს, რომლის ძირიც უკვე დამწვარია სპეციალურად ყველა ძირში არის ანთებული ცეცხლი, ანუ არც ისე ძველია ფაქტობრივად. აი ნახეთ, მე ვეცდები რომ გიჩვენოთ ყველა ძირი როგორ ინდივიდუალურად არის დამწვარი. მათ შორის აი ნახეთ და ანუ ასე აპირებენ რომ გაახმონ ეს ნაძვები. მე გიჩვენებ თელ რიგ ტერიტორია, სადაც ეს ძირები არის დამწვარი სპეციალურად. და მათ შორის ანუ ეტყობა რომ ყველა ძირში ინდივიდუალურად არის დანთებული და ამას არაფერი არ ეტყობა რომ რამე ცეცხლი იყო გაჩენილი, ან ისეთი დიდი ხანძარი იყო და ამის გამო რომ მოხდა ეს ყველაფერი. იმედია კარგად ჩანს და აღსაქმელი არის ვიდეოში. ანუ მთელი ეს რიგი რო გაყვებით, აბსოლუტურად ყველა ძირი არის დამწვარი, აბსოლუტურად ყველა. და ანუ არანაირი კვალი არ ეტყობა, ირგვლივ სხვაგან არ ეტყობა კვალი, რომ სადმე ცეცხლი იყო მოდებული მაგალითად და ესე გადავიდა ერთმანეთთან. თქვენ ხედავთ ალბათ ბალახებსაც, ანუ ძირს ხედავთ, სადაც ანუ არანაირი ცეცხლის კვალი ან ნაკვალევიც კი არ არის და რეალობაში ყველა ხის ძირი არის აბსოლუტურად დამწვარი, აი მაგალითად. აი ეხლა თქვენ ნახავთ რომ აი ეს არის დამწვარი, ესე დანახშირებული, აქედან მივყვები და არის მწვანე, ანუ არანაირი ცეცხლის კვალი აქ არ არის. ალბათ ხედავთ კიდეს, თუმცა აი აგერ ხე ისევე, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. და ირგვლივ ყველა ხე, რასაც ხედავთ, ეხლა რაც ტელეფონში ჩანს, აბსოლუტურად ესე ინდივიდუალურად არის დამწვარი. აი ხედავთ, აი ამ ხიდან შემდეგ ხემდეც, ანუ ძირს არანაირი დამწრობის კვალიც კი არ არის, თუმცა აი აქვე ძირში ხედავთ თქვენ როგორ არის ეს დამწვარი, აი. იგივე აი აქიდან ამ მწვანეს ხედავთ, ანუ არანაირი დამწრობის კვალი, თუმცა აი ძირები ესე სპეციალურად არის დამწვარი. ანუ აბსოლუტურად ყველა ხის ძირი და ალბათ ასეულობით ხეზია ახლა ლაპარაკი. ვეცდები მე იქით ხარეც განახოთ. არის ესე მდგომარეობაში და ხედავთ ალბათ რომ ბალახი მწვანეა და რამე კვალი რომ აქ მასიური ცეცხლი იყო და რაღაცას მოედო, ანუ ესეთი არაფერი არ არის. აი ხედავთ აი ამ ძირებს, რომელიც არის დამწვარი. ყველა ძირი ირგვლივ არის ესეთი დამწვარი და ასევე გაჩვენებთ, ანუ ხედი იმიტომ გაჩვენებთ, რომ კარგად აღიქვათ თუ რატომ შეიძლება კონდეს ვინმეს ბიზნეს ინტერესები ამ ადგილზე. ეხლა გავყვეთ და განახებთ კიდე ანუ ამის ჩაყოლებაზეც დამწვარ ხეებს. სრული კატასტროფაა, ასობით ხე არის სპეციალურად განადგურებული და ამაზე სამწუხაროდ რეაგირება არავის არ აქვს, მაშინ როდესაც ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც ეს გააკეთა და ჩაიდინა. რაზეც მინიმუმ რეაგირება უნდა კონდეს დედაქალაქის მერიას. აი ნახეთ, ეს ძირები კიდე ერთხელ
თელ სიგრძეზე და კიდე ერთხელ ვამბობ ვიდეოში ხედავთ რომ ირგვლივ ცეცხლის კვალი ანუ სულ მწვანეა ხო ხედავთ ანუ არანაირი რომ მასიური სადმე ცეცხლი იყო და იქიდან გადმოვიდა არ არის თუმცა ხის ძირებში კარგად ეტყობა რომ ყველა ესე ინდივიდუალურად არის დამწვარი ანუ ეს ყველა ფიქრობ რომ ვინც ახლა გვიყურებთ 78-ზე მეტი ადამიანი ხართ ლაივში უნდა გადააზიაროთ სოციალურ ქსელში მონიშნოთ დედაქალაქის მერია და უთხრათ რომ აქ მშენებლობის უფლებას არავის არასდროს არ მისცემთ და ამის გაправება მინიმუმ არ გამოვა აი ხედავთ თქვენ ხის ძირებს როგორ არის დამწვარი როცა კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ირგვლივ ნახეთ თუ არის აქ სადმე მასიური ცეცხლის კვალი აი თუმცა ძირები კიდე ერთხელ ვიმეორებ არის ინდივიდუალურად ყველა ხის ძირი დამწვარი ჩემი თხოვნაა რომ ყველამ ეხა 91 ადამიანია ლაივში რომ ყველამ ერთად გადავაზიაროთ ეს ვიდეო და მოვნიშნოთ თბილისის მერია ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარეთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ არ უნდა მივცეთ იმის უფლება რომ ეს ტერიტორია ეს ადგილი ესე აითვისონ ეხა ჩაუყვების სიგრძეზე აქ ხედავთ რომ ანუ გადაკვეთაზე არანაირი ცეცხლის კვალი ან რაღაცა მსგავსი რომ იყო მაინც ანუ არ არის ხედავთ აი ეგ არაფერი ეგეთი არ არის თუმცა ეგერ კიდე ქვემოთ ნახავთ როგორ არის ასეულობით ხის ძირი დამწვარი ეს ეხა სიგრძეზე რასაც ხედავთ მე ინდივიდუალურად ერთ-ერთს გაჩვენებთ მაგრამ თელ სიგრძეზე ესე არის ძირები დამწვარი აბსოლუტურად აი კიდევ ერთი ეს უკვე ქვედარიგია 82 ადამიანი ხართ 84 ამ წუთას და ჩემი თხოვნაა რომ ეს ვიდეო ყველამ გადააზიარო და თბილისის მერია მონიშნოთ აი ეს ხის ძირი რომელიც აი ნახეთ როგორი დამწვარია რა იმედია ჩანს კარგად ვიდეოში როგორ არის აი ეს ძირი დამწვარი აი ძირში არის ინდივიდუალურად ცეცხლი მოკიდებული და ფაქტობრივად დამწვარია და განწირულია გასახმობად იგივე აი აქით ამ ძირებშიც ყველგან აი ხედავთ ეხა რა ხეებსაც ხედავთ ყველა ძირი აი ესე ჩაყოლებაზე ინდივიდუალურად არის დამწვარი აი ნახეთ ქვედა მხარეს რიგებს რასაც ხედავთ აი აქაც ანუ გადასვლის რო ცეცხლი მაგალითად გადავიდა ერთი ადგილიდან მეორეში ამის კვალი არ არის აი თუმცა აი აქ უკვე ნახეთ მიუხედავად ამის ანუ არანაირი კვალი არ არის რომ ცეცხლი გადადის მაგრამ ამის ძირებიც ესე დამწვარია აი ნახეთ აი ინდივიდუალურად როგორ არის ეს ხეები დამწვარი აი ძირის ირგვლივ ხედავთ თქვენ აქ ნაგავი წყლია საკმაოდ ძველი ნაგავია და აქ ნამწვის ან რამე სიშავის ვერაფერს ვერ შეატყობთ არაფერი არ არის აი ძირი კი არის გადამწვარი მომწვარი სპეციალურად ისევე როგორც აი მაგალითად აი ამ ხის შემთხვევაში